წლების წინ განსხვავებული პროფესიებისა და მისწრაფებების მიღმა საერთო სურვილით, ხელოვნების სიყვარულით გაერთიანდნენ და ერთი დიდი მიზანი დაისახეს. 9 წლის წინ ასე შეიქმნა საქართველოს მქარგველებისა და ხელმარჯვეების ასოციაცია. საქართველოს მქარგველებისა და ხელმარჯვეების ასოციაციამ დაარსებიდან მე-9 წელი ახალი გამოფენით აღნიშნა. ექსპოზიციას საქართველოს ფოლკლორის ცენტრი მასპინძლობს. დამთვალიერებელი საგამოფენო სივრცეში ასოციაციის თანადამფუძნებლებისა და წევრების მრავალფეროვან ნამუშევრებს იხილავს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია სხვადასხვა მიმდინარეობით შესრულებული ნაქარგები, მათ შორის ჯვრული, ლენტის, წყლის, ალმასებისა და ბისერების. სამთებერვალს შევიკრიბეთ სულ პირველად მქარგველი ქალბატონები, იქ გადაწყდა იმ შეხვედრის დროს ასოციაციის ჩამოყალიბება, გეგმები დავისახეთ, რომ გამოფენები უნდა მოვაწყოთ ყველაფერი და ამის შემდეგ ერთი დღე არ გავჩერებულად მივეცით საქმეს მსვლელობა და დღეს უკვე 3 თებერვალი იყო მაშინ რომ შევიკრიბე და დღეს გვაქვს 9 წლის იუბილე და ამის აღსანიშნავად გვაქვს ეს გამოფენა გაკეთებული. მე-19 გამოფენა გვაქვს ახლა და ჩვენ უკვე იმდენი ნამუშევრები და იმდენი რამე გვაქვს გამოფენილი და ახალს რასაც ვქმნით ის გამოგვაქვს. პარალელურად კიდევ დეკორაციები შევქმნით ჩვენ და ეს ყვავილები რაც არის ჩემი შექმნილია და ამ გამოფენისთვის დეკორაციისთვის არის სპეციალურად გაკეთებული. 9 წელმა მოგვიტანა ის რომ ჩვენ უკვე ჩამოვყალიბდით, ესე რომ უკვე გავიცანით ერთმანეთი, ვიცით ვინ ვართ უკვე ერთმანეთთან ახლოს, ვინ დავრჩებით, მაგრამ ახალ წევრებს რა თქმა უნდა ვიღებთ. საქართველოს დღესდღეობით ვიცით რომ არ არის ასოციაცია საქართველოს მქარგველების და ხელმარჯვეების, არის რა თქმა უნდა სხვა მხატვრების და მათ, მაგრამ აი უშუალოდ არ არიან ჩვენნაირი ასოციაცია და ვეძებთ მათ და გვინდა რომ ერთად ვიყოთ. აქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ამჟამად სრული შემდგმელი და ორგანიზატორი, ვინც თავიდან იდეა მოგვაწოდა რომ შექმნილიყო ასოციაცია, ნინო მდინარაძე და ამ წუთას ჩვენთან არ იმყოფება. საქართველოში არ არის, მაგრამ ყოველთვის ჩვენს გვერდით არის. ერთი წლის წინ ასოციაციის ბაზაზე შემოქმედებითი სახელოსნო შეიქმნა, სადაც წევრები ყოველდღიურად იკრიბებიან და ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ. გამოფენების გარდა დღეს სახელოსნოში მიმდინარეობს ხელსაქმის სწავლება, როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის. ერთ-ერთ გამოფენაზე ვიყავი სტუმრად, იქ გავიცანი ქალბატონი გულიკო და ვაჩვენე ჩემი ნამუშევრები. იმის მერე გავხდი ამათი წევრი, ქალბატონი გულიკო არის ჩემი პირველი შემფასებელი და დამფასებელი და ყველანაირ საშუალებას მაძლევს, რომ გამოვამჟღავნო და გამოვხატო ჩემი თავი. ძალიან თბილები არიან ყველანაირად გეხმარებიან, როცა ხედავ, რომ სხვებსაც მოსწონთ ის, რაც შენ სიამოვნებას განიჭებს. მე უფრო დიდი სტიმული გაქვს და უფრო მეტი გინდა რომ გააკეთო, რა თქმა უნდა. ერთი წელია რაც ასოციაციის წევრი ვარ, თითქმის ხალისი შეიცვალა, რაღაც უფრო მეტი, უფრო ურთიერთობა, ჩვენი ნამუშევრების შეფასება, ნახვა, ვის რა შეგვიძლია. ალბათ ძალიან ბევრი რამე შეიცვალა. კარგისკენ, რა თქმა უნდა. უფრო ხალისიანები გავხდით. გვაქვს ჩვენი ოთახი, სადაც მუშაობთ, ერთმანეთს ვუზიარებთ, ჩვენ გამოცდილებას ვასწავლით. მე დავუშვათ აკეთებ რაღაცას, სხვანაირი ტექნოლოგია მაქვს, სხვა ან ქარ გვაქვს, ჩვენ ვსოვთ კიდევაც. ქსოვა გვაქვს ყაისნაღი ჭხირებით და არის რომ ზოგმა იცი, ზოგმა არ იცის. ამიტომ ერთმანეთს ვასწავლით ის რაც მოგვეწონება, ერთმანეთს ვუზიარებთ ამ გამოცდილებას. საქართველოს მქარგველებისა და ხელმარჯვეების ასოციაციას დღეს 40 წევრი ჰყავს. ორგანიზაციის მიზანია ქართველი ხელოვანების ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა და შემოქმედებითი დარგის პოპულარიზაცია.